ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მოსახლეობა საყანე ფართობების შეღობის შემდეგ საწრეტი არხების გაწმენდას ითხოვს. სოფელ ლესაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ყანები ერთად აქვს აღებული. ტერიტორია დიდ ფართობს მოიცავს, რომლის შეღობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. 2011 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით მოსახლეობის მოთხოვნით ტერიტორია შეიღობა. საყანე ფართობების შეიღობა დიდად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მთელი სოფლის საძოვრები არის იქით საყანე ფართობებისგან. ხოდა შეუღობავად, ასე იგი ფიზიკურად შეუძლებელია ამ საყოლის ასე იგი საძოვრებამდე მიყვანა. აუცილებელი იყო და გასაკეთებელი იყო. კმაყოფილი ვართ, ეს სოფლის მოთხოვნა იყო გაკეთდა. ჭიშკრებიც დაედგა რკინის შესაბამისი. ადგილობრივებს პრობლემა ნაწილობრივ მოუგვარდათ, რადგან საწრეტი არხები სავარგულზე ისევ გასაწმენდი და მოსაწესრიგებელია. ჩვენ ყანებს ერთი პრობლემა აქვს კიდევ, რომ დიდი ხნის წინ კვალები იყო იმას შორის. ყანებს ფართობებს შორის კვალები, შიდა კვალები, ესენი მთლიანად ამოივსო და დღეისათვის აუცილებლად საჭიროებს მის ამოღებას. მის გარეშე დატბორდა მიწები, ფიზიკურად ტრაქტორი არც მოხნავს ზოგ ადგილებში ისეთი წყალი დგას. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. უახლოეს დღეებში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის პირველი ეტაპი იწყება, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. ალბათ ლესელები სხვა პრობლემებთან ერთად საწრეტი არხის საკითხსაც დააყენებენ.